თითქმის 100 დღის წინ, როცა ხალხმა გადაწყვეტა თავისი ხმა მიეწვდინა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, პირველი არხის შენობასთან სხვებთან ერთად იდგა მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავაც. მანამდე იას ვიცნობდი როგორც ჩემთვის სრულიად უინტერესო ყვითელი გადაცემების წამყვანს. თუმცა ნიჭიერ მსახიობს და ძალიან ლამაზ ქალს, რომელსაც ჩემი მშობლები კარმენს ადარებდნენ. აღმოჩნდა, რომ ცუდად ვიცნობდი. იმ დღეს ია ფარულავა ლიდერის როლში იყო. გაბედული ქალის როლში, რომელიც არსებითად ისეთივე იყო, როგორც თავის გადაცემებში. იმპულსური, ემოციური, ექსცენტრიული და ძალიან გულწრფელი. ფიქრობ, სწორედ გულწრფელობაა ის, რაც ხდის ია ფარულავას პოპულარულს დღეს, როცა ადამიანთა უმრავლესობა ვთამაშობთ სოციუმში ადგილის მოსაპოვებლად. ალბათ ასეთი გულწრფელობის გამო შეიყვარეს ის ახალგაზრდებმა, თინეიჯერებმა პირველ რიგში. ია მარწმუნებს, რომ ზოგჯერ დაწყებითი კლასის გოგონებიც წერენ და რჩევას ეკითხებიან. ეხაც მივიღე ერთი ვიდეო, რომ აი მე მინდა შენაერი ვიყო და ხო, თან შენაერი ვიყო. მეუნება ამას რაღაც 6-7 წლის ბავშვი და ცოტა მიკვირს გოგონა. ვიღაცამ გამოუშვა ჩემი მაისურები, ჩემი სახელობის მაისური ია და იების რევოლუცია და ახალგაზრდები ამას ყიდულობენ და არ ვიცი რა ფენომენია ეს და საიდან დაიწყო ეგეც არ ვიცი. გონებ TikTok-იდან, სადაც მე არა ვარ. ხო. თუმცა ვიყავი 60,000 ფოლოვერით, მაგრამ მე დავკარგე კოდი. მე ახალი გავხსენი, მაგრამ ვერაფერი ვერ გავუგე TikTok-ს და გამანები თავი. და აი ამ ჩემი გადაცემიდან ის რაღაცა ეგრეთ წოდებული პრიკოლები, არ ვიცი ქართულად როგორ უნდა ვთქვათ ეგ სიტყვა, რომ გადაიტანეს ბავშვებს ყველაზე მეტად მოწონთ აი ეს გამოთქმა It's okay to make mistakes. ერთ-ერთ სტუმარს რომ ვეუბნები და ის რომ ვერ ხვდება რას ვეუბნები და რა ვთქვი აბა და ის ამბობს დაიყოს ყველაფერი ასე და მე ვიღაცა დაიყოს ყველაფერი ასე და მე გააკეთეს რომ ია ჯიმიანად იწევა ჰაერში. შენ ხვდები რა მაგალითს აძლევ ხალხს აი შენ გამომწერებს რომ It's okay to make mistakes. რა ვთქვი აბა? კარგი იყოს ყველაფერი ასე. არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს ფენომენი. ეხლა 7-8 წლის გოგოებს რატო უნდა აინტერესებდეთ რაღაცა ცნობილი ფეისების ცხოვრება, შენი აზრით? რაღაცა სხვა არის მიზეზი? ხო, იმე ღმერთო ჩემო, არ ვიცი რა ხდება, მართლა არ ვიცი რა მიზეზია, მაგრამ აი ნანუკაც უმეუნება, ხა ნანუკა ხო ძალიან უყვარს ხალხს და ნანუკა მართლა გმირია, ჟორჟოლიანზე მაქვს საუბარი და რეებს აკეთებს, ნუ ხა ვერასოდეს მე მაგას ვერ გავაკეთებდი, ამ გოგოს აქვს საოცარი რაღაც ორგანიზების უნარი, ნიჭი, ხედვა, ყველაფერი. მე ამებს ვერ გავაკეთებ და აი ნანუკას უმეუნება, შეხა slay queen, აი არ ვიცი რა შეიძლება slay queen და აი slay queen. მოკლედ შენაერი გვინდა რომ ვიყოთო, ხო? ხო, რა ნიშნავს ჩემნაერი? ანუ ლამაზი, გაბედული, იუმორით სავსე ალბათ, ის რომ საკუთარ თავზე შეუძლია რომ იცინოს და დაცინოს საკუთარ თავს, სხვასაც დაცინოს, გიკბინოს ისე რომ არ გეწყინოს, არ დაბერდეს ბოლოს და ბოლოს ხო პატარა ხო აღარა ვარ ხო და ხო აი არ დაბერდეს და მთელი რიგი რაღაცებია მე არ ვიცი ეს არ ამგონია იყოს დაკავშირებული იქ რო შევარდი პირველ არხზე იმასთან ეს რაღაცა სხვა რაღაცა რომელიც კარგა ხანია თუმცა რო შევარდი ამით კიდე უფრო გაიზარდა რეიტინგი ბავშვებში ვა ეს ბავშვები აქციებზეც დადიან პატარები სად დადიან? აი სულ პატარებზე ლაპარაკობ? აი ეხა იმ დღეს მომწერა 6 წლის ბავშვმა და არა მართალი ხარ მე ვლაპარაკობ აი ესე იგი სკოლის მოსწავლეები მე უფროს კლასელებზე ხო და აი slay queen და რა ვიცი არ ვიცი ვერაფერს ვერ გეტყვი რატომ დავიმსახურე ასეთი პოპულარობა ხედავენ რა გულწრფელობას შენში ბუნებრიობას ხო და თან ხარ არტისტი მსახიობი ხარ რომელი გადაწოლის შენი აზრით? არტისტობა? თუ ის რაც ხარ ეგეთი ხარ? რაც ვარ ეგეთი ვარ, ну რა თქმა უნდა, არ ვთამაშობ და ვერც ვერავისთან ვერ ვითამაშებ, თუმცა
შეიძლება რომ ვთამაშობ, ოღონდ მე არ ვიცი და ვერ ვაკონტროლებ ამას. შენ სულ როლში ხარ? ხო, სულ რაღაცა როლში ვარ, იაფარულავას როლში ვარ, მაგრამ ეს ძალიან კარგი როლია. მშვენიერი როლია, იმიტომ რომ რასაც მინდა იმას ვამბობ. ხო, არა, ყველა როლში ვართ ისე. ხო, ისე ყველანი როლში. არა, არის რაღაცა როლი გვაქვს. მაგრამ აი ტელევიზიის ამბავი მაგხრივ არის საინტერესო, რომ იქ გზნობდი თავს რაღაც სცენაზე. მან თქო სხვანაირი ამ სიტუაციაში ხო არასოდეს არ ყოფილხარ თუ მეხსიერება არ მღალატობს. არა, ნუ ტელევიზიაში უკვე 99 წლიდან ვარ ჯერ პირველ ახსენებ რომ გავიძახო და მე აქ მუშაობ, ჩემი პირველი სამსახურია, შემიშვიდ რაღაც ისურვებს მომენტ. ხო, იცი რა არის, მე ყოველთვის ჩემი თავი ვიყავი ლაივში როცა მუშაობდი დღის შოუშიც, თქვა ჟიურშიც როცა ვიჯექი ნიჭიეში და ასე შემდეგ. აი, როცა მიმყავდა კონვერტი, ის კონვერტი, ფარულავას კონვერტი, ფარული კონვერტი თუ რაც იყო, ერთადერთი მომიწია ცოტა შეცვლა character-ის ხასიათის შეცვლა, როდესაც დაიწყო გადაცემა მოდი ვილაპარაკოთ იაფარულავას. დრო სერიოზული იყო. ხო და დავსერიოზულდი და ჩავდა დეპრესია, გინახავ დამემართა, იმიტომ რომ არა. იმიტომ რომ მე არ ვიყავი მე. იმიტომ რომ წინ ძალიან სერიოზული და მძიმე ისტორიები მეჯდა. მე ამ ისტორიებს განვიცდი, იმიტომ რომ ველაპარაკება ეს ჩემი სტუმარი, მე შევდივარ იმის ხელში, ხვდები ის და მოგზაურობ იმასთან ერთად. რაღაც მძიმე იყო და ისეთი რეაქციებიც უნდა მქონოდა, რომ ჩემი არ იყო. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე კომედიურ გადაცემაშიც, ჩემი არანაირად არ იყო ესა. მაგრამ ნუ აფსა მოგწონს. კი, მიყვარს რა იცი? აფსა კი არ მომწონს, არა. მიყვარს მე ნაკლებად ვერთობი საერთოდ. გართობა როგორც ესეთი არ ვიცი რა არის. ამით ვერთობი. აი, რომ გავედი სადღაცა კლუბში, გავერთო მეგობრებთან, აუ მაგარი ტუსოვკა, მაგარა გავერთე. არ ვიცი რა ნიშნავს გავერთე. აი მაგრამ მოვილხინეთ რა არის დავლიე ჭამებ ჩავსკდი აი რა გავერთე და ასე ვერთობი ჩემ თავს ვართობ რომ მაიმუნობ იქ რაღაცა ვეტყვი იქ რაღაცას ვეტყვი და მეცინება ჩემ თავს ეგ უფრო მოწოდა არა ეს არ მოწოდა ეს უფრო ახალგაზრდებს ძველი გადაცემები რო გავიხსენებ ხო უფრო ყვითელი ყვითელი გაკომპლექსი რო გეუბნები ან ყვითელი არა მოგწონს ყვითელი ვაი ძალიან მომწონს დედა ამ სიყვით მე მგონი სათავეებში ვიყავი ამ სიყვითლეების ათადან და ბაბადან და რა ვიცი მე იქიდან დაწყებული ეხა ისე ლაპარაკობ რომ გენატრება თითქოს ეგ არა არ მენატრება რაღაცა ხო უნდა მოგიყვედა ანუ ეგ გამოწურე უკვე. აი რა ზიზღით ლაპარაკ. არ მომწონდაო ისა. არა, ის ასაკი სხვა იყო, ვერთობოდი, მაგრამ ეხა რო უყურებ რაღაცები არ მომწონს. ეხა მაგალითად სხვა რო იგინება მე ძალიან არ მსიამოვნებს, მაგრამ მე რო ვიგინები მომწონს. ხო თითქოს მიხდება და ამას უკვე ყველანი აყიანებენ, რომ იესო ხდება, მარტო იესო. სხვამ რო შეიგინოს, ეს არის საშინელება და მე ყურზე ხდება. ესე იგი, მინდოდა რომ დღეს არ მეგინა, არ მეჩხუბა, ეს ული ჭავჭავაძე ისევ გადაკეტილია. წიმე და რა გაგვიტრაკეთ საქმე თბილისის მერია. იცი რა არის ეხა იმ დღეს რაღაცას უყურებდი, რაღაცა ჩართვა იყო იქ. აი ეხა ჩვენ ვიწყებ ნიჭიერს, შენ გაიხადე რა. მე რა დღეში ვარ, რა არის ეს კაცო. მაგრამ ნუ იმ მაშინ ესე იყო საჭირო. და აი ეს რესპონდენტები შენი, აი გახსოვს ჩემი მშვენიერი ლედი. ეგ გადაცემა მახსოვს კარგად. ხო და რა იყო ხო ამის იდეა ამ გადაცემის რომ შენ შეგიძლია ისე შენი თავისგან შექმნა ლედი ხო და ეხმარებოდი და კარგი იყო რაღაც დინამიკა ქონდა ამ გადაცემას რაღაც ხო მაგრამ ეს ხო იყო აი როგორ გითხრა სიყვითლე არ მინდა გითხრა მაგრამ რაღაცნაირი აი არ იყო მოტყუება მაყურებლის? აი ნუ აბსოლუტურად მოტყუება. ხო, გართობაო. აბსოლუტურად მოტყუება იყო, რომ არც ერთი ლედი, არც ერთი სტუმარი, რომელიც ჩვენ გავალამაზეთ, არც ერთთან არ იყო ნამდვილი ისტორია, ყველაფერი გამოგონილია. და ვიგონებდი მე.
შენი გონები. თან რა პერიოდი იყო გახსოვს უჭირდა ხალხს მაშინ? მაშინ უჭირდა და თურმე როგორი რეიტინგი იყო ქონია ძალიან რთული გადასაღები გადაცემა იყო ურთულესი 5 დღე 4 დღე ვიღებდით 2 დღე ვამონტაჟებდით მაგრამ ისტორიებს მე აი მოდის გოგო მინდა გადაცემაში ისტორია გაქვს არა მაგ კაი დაჯექი მოვიფიქრე ეხა შენ ყავს შეყვარებული თქვათ ერახში ერაყიდან ჩამოდი შენ ეხლა ესე შენ ეხლა ესე იქ უნდა შეხვდე იქ უნდა ზათხარ კი აბა ერაყელი ჯარისკაცი არ არის ჩავაცვი ჯარისკაცი ვიღაცა ბავშვი ვითომ შვილია თუ ამისი შვილია რებს ვიგონებდი ჩემი ფანტაზია საზღვარი არ ქონდა და ორი ფანტაზიისთვის კიდევაც დავჯილდოვდი კი ერთადერთი ძალიან სამწუხარო არის ერთი რა ეხა უკვე მაშინ სხვა დრო იყო შენი თქვის არ იყოს აი ძალიან მწხვენია ამას რომ ამარ ეს ჩემი ბრალი არ იყო რასაც ვაცვევდით ამ ქალებს არ ჩუქნიდნენ მაღაზიები და ვხდიდით და უკან ვაბარებდით აი ეს იყო ძალიან სამარცხვინო. ძალიან სამარცხვინო. და გული წყდებოდა. აუ, მწხვენოდა მე რაღაცას მე თვითონ ჩუქნიდი თუ რაღაცა. მე მწხვენოდა ეხა რა ვარია, ჩაგაცვით და გაგხადეთ. მე იყო გადაცემა დაახლოებით იგივე ყოფილი ცოლების კლუბი გახსოვს? იქ ჩუქნიდე. ხო. ეხა რატო ნახავ? რატო რაღაცა ხო რაში გაიდეს? ეგ არ ვინახავს. ხო. ერთადერთი ნამდვილი ისტორია იყო, რომ პატიმარი გამოვიყვანეთ ციხიდან, ოღონდ ბადრაგთან ერთად და უკვე დავაბრუნეთ, მაგრამ ამ გოგოს კვილები გაუკვეთეთ, გავალამაზეთ, არ ვიცი ვიღა რაღაცა იჯდა ნარკოტიკების გაყიდვისთვის, არ ვიცი, მოკლედ ძალიან. ხო და მახსოვს გადაღება აულევუში და ეს ბადრაგი დაყვება და მე ვნა რამე მოგწოს აქედან. მოვიპარავ დავით რა. მე ვთხარი არ მინდა რომ ერიკავო თუ რომ ისე და სპაჩოკები. და დედასპიცა ვარ ეს ქალი რომ გავალამაზეთ რუსი წარმოშობის იყო სლავური წარმოშობის და რომ მოდიოდა პეროვსკაიზე რაღაცა რესტორანში ვის შეხვდებოდა ბან ვერაფერი ვერ მოვიგონე და უბრალოდ მე და მაგას ვაკ ლანჩი და რაღაცა ბეჭედი მოწოს ჩემი და ჩუქნი ამ ბეჭედს და რომ მოდიოდა და უკან ბადრაგი მოყვებოდა ხალხი ხო უყურებს რომ გადაღება მიდის კამერები და რომელი ქვეყნის პრინცესა არისო ერთმა იკითხა რა პრინცესა უკბილო გოგო იყო გაუკეთეთ კბილები მოკლედ აი ეს ერთადერთი სიყვარული ბანდი იყო ეს ჩემი შვენიერი ლედი იყო 90-იანი წლები ხო 2000 უკვე ამერიკიდან დაბრუნებული ხარ. ამერიკიდან დაბრუნებული ვარ და რა გავაკეთო და დავიწყე გადაცემა პირველ არხზე. იქ რო იყავ ამერიკაში არ ფიქრობდი იმაზე რომ წავალა იქ გავაკეთო. არა. საერთოდ არ ვაპირებდი საქართველოს ჩამოსვლას, ჩემი საქართველოს ჩამოსვლა არის მთელი ამბები, მთელი მოსაყოლება. ხო, მაგაზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს რომ მოუყვე, მაშინ ეხა არ მინდა ამის მოყოლა არა ვარ მზად. არა, შენ ვერ მოგიყვები, ამას მოვყვები იქ, სადაც კარგად გადამიხდიან. არა, ვერაფერს ვერ გადაგიხდი. ხო და შემაჭე. ამიტომ ჩობორჯი. გადამიხადე კარგად და მოვყვები. გოგის არა აქვს ამის ტრაკი. არა, გოგი ტრაკიანია, მაგრამ ამის ტრაკი არა აქვს. გადამიხადე და მოვყვები, რატო წამოვედი ამერიკიდან? ხო, გძელი ისტორია მისაა. ხო, არ გაძალებ ნამდვილად. მაგრამ ეხლა მაინც არ გწყდება გული? თუ არა, არ გენატრება. ამერიკა არ მენატრება. არა, ჩემი მიწა-წყალი მეძახდა ყოველთვის. მე ვიყო, აბა მე ამერიკის მოქალაქეა, წავალ როცა მინდა. პრობლემა არა, მაგრამ გავყიდი ამ სახს და წავალ და ვიცხოვრებ რაღაცას ვიზავ. მაგრამ არ ვიცი, ვიფიქრე ალბათ ამას. შემიძლია გავხდე acting coach. ძალიან კარგია ეს ჩვენი მეთოდი და ეხა წიგნი და ვის აინტერესებს აქ არავის, იქ ძალიან ფასობდა. I can become acting coach. პატარა mini celebrity შეიძლება გავხდე, მაგრამ შეიძლება დიდ ფილმებში ვერ ვითამაშო. გესმის, იმიტომ რომ იქ რაღაცა სხვა გრადაციებია, მაგრამ ჩემ ჭიას რაცხას გავახარებ. იმიტომ რომ როცა მე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდი, ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი, ჯერ იმით რომ რაღაცა ბედკრული საქართველოდან ვარ, უზურგო, უპატრონო, არავინ არ გეხმარება. არც გავდი ისეთ ადამიანს, რომელიც ამერიკას ითამაშებდა, ანუ ძალიან ეთნიკური გარეგნობის. საოცრად ეთნიკური გარეგნობის, ეს რაღაცა სქელი წარმოები დაახლოებით ძელი. ხო, ვერ ვიტყვი რომ ეს ხო ქართული. არა, ლათინო, ცოტა Middle East, არაბული კარმენია მე. ხო, კარმენი, ხო და კარმენი, არა, ლამაზი ქალია კარმენი. კარმენი უნდა ითამაშოს. იცი რა არის
კარმენისნაირი გაბედული რო ყოფილიყავი მაშინ, ალბათ ბევრ რამეს მივაღწევი. კარმენი უფრო ძალიან ისეთი ქალია. მე კი თამაშობ, რომ ვითომ ვარ ძალიან გაბედული და ძალიან ისეთი და რაღაცა, მაგრამ შიგნით მაინც მაქვს ეს რაღაცა პატარა გოგოს inner child-ის სისუსტეები, გესმის და როდესაც აი ესე გენატრება, ეხლა წარმოიდგინე იმ პერიოდში გენატრება შენი სამშობლო, არა სოციალური ქსელები. მობილური ჯერ აი ახალი შემოსული. ზარი თბილისში, საქართველოში 2.50, $2.50. და აი აქ ომი და რაღაცა ის ყველაფერი გაის იყო და აი შენ ომამდე წახვედი? 91-ში, ხო? ხო. ხო და რო წახვედი მაშინ ფიქრობდი რომ დროებითია ეს დასვლა. ხო, დროებითი. ძალიან ძნელი იყო ეს წვიმა, დეპრესია, ესა, ისე გავრეკე. გავრეკე და ეს ჩემი ქმარი ვინც იყო. ეხლა კიდე გძელი ისტორია როგორ გავყოლცოლად, ხო? ეს კაცი ვაფშე დავკარგი, არც ვიცი სად არის, გავარეკინია. არა, ვაფშე არ იძებნება არცაც საერთოდ ვერ ხوار მოკვდა. ალბათ მოკვდა, რა ვიცი. ერთი მაგის დედაც თუ არ მოკვდა კიდე რა იქ ხო და ნათესაობის საერთოდ მეგობრები არავინ არ აქვს. არა, ვყავს არა. ესეთი კაცი იყო საქართველოზე გაგიჟდა, აქ ჩამოვიდა და გურგლის სიმღერა ჯაზის სპეციალისტი, ჯაზის ის იყო arts critic. წერდა ინტერვიუებს, წერდა ჟურნალი იყო, ეგეთი გაზეთი იყო და იმის წერდა ხელოვნების კრიტიკას, ანუ აქ შედიოდა ბალეტი, მუსიკა, ესა, თეატრი. თუ კი ვინმე ჩამოდიოდა ცნობილი და რამე ცნობილი კონცერტი იყო, ჩვენ კვირაში ორჯერ უნდა ყოფილიყავით მე და იმას და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა გავიცანი. სიეტლელი იყო, ხო, იქ ცხოვრობდა. და ჩვენ მართლა აი საოცარი რაღაცები პირველად არ გამოხმაურებია მაგის მე. არა, ამ კაცთან დავდიოდი, ვაკეთებდი ქართულ საჭმელებს, ვისწავლე იქ და ხან გამომდიოდა, ხან არა, მეპატიჟებოდით მეგობრებს, მის მეგობრებს. მე რომ ძალიან მომბეს და ეს ყოფნა ჰოლივუდი არ გინდოდა? არა, არ მინდოდა ჰოლივუდი, გეტყვი. დავიწყე იოგურტების მაღაზიაში მუშაობა დღეში $15. ისე ვერთობოდი, რას ლაპარაკობ. უბრალოდ ის ნაწილი არ მომწოდა, რომ უნდა მომეხვეტა იატაკი. ხო, და აბა იოგურტის ჩამოსხმა, აბა კონების გაკეთება, ხო იცი ესენი კონები და ვერთობოდი რა და ჩემი უფროსი იყო ავღანელი გადამდგარი გენერალი. ხო და ავღანეთიდან და ისეთი ისტორიას მიყვებოდა ავღანეთის ომზე და იმაზე და ამა შახი ბაჰი რაღაც მოკლედ ჰოლივუდზე კითხე. ჰოლივუდში არ მინდოდა, მაგრამ ნახე, ჰოლივუდში ფაქტიურად წავედი ძალით, იმიტომ რომ მე ამ კაცს უნდა გავშორებოდი, იმიტომ რომ გავაგიჟე ეს კაციც, გავგიჟდი მეც, სიეტლი ჩემი არ არის, მაგ დეპრესია, ცუდად ვარ, საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ომია, რა გავაკეთო? green card ჯერ არა მაქვს, მაქვს დროებითი green card, რა გავაკეთო და მაქვს $3,000. ხოლოდ რა გავაკეთო და ნუ წავალ ჰოლივუდში რაღაცას ვიზავ. აი ესე როგორ შეიძლება წახვიდე ჰოლივუდში ხა უპატრონოდ და მეგულებოდა რუსიკო კიკნაძე იქ და რუსიკოსთან ჩავედი. ჩავედი რუსიკო მიმიღო ერთი თვით, მიპატრონა რუსიკო ხარება, მისი მეუღლე მატვეი, ყველა გარდაცვლილი არის ეხლა. და აი ესე ერთი თვეში იქ რაღაცა სააგენტოში ჩავეწერე, იქ რაღაცა ის იყო მოვდექი, ცოტა პატარა მანქანა ვიყიდე. ერთადერთი აგენტი ავიყვანე ვიღაც, არ ვიცი სად არის ის აგენტი, რუსი. ვიქტორ კრუგლოვი, აი ეს როგორ დამავიწყდება უბრალოდ და კრუგლოვი მირეკავს და მეუბნება რომ ისაო რაღაცა რეკლამა არისო და $500 იხდიანო. რა უნდა გავაკეთო? არაფერი, ტელეფონში უნდა ილაპარაკო და გაიცინო. კაი, მეუთხარი, არისო ლოკალური არხისთვისო, ლოს-ანჯელესის, არ ვიცი რომ. თურმე ეს არის სექსი ტელეფონით რეკლამა. ხო და დიდი სამით გადავიღე, ჰაი, სად არის ნეტა ის რეკლამა, არ ვიცი და ლევან უჩანეიშვილი ზის და არ ხედავს იმ რეკლამას, გაგიზდა კინაღავ. გადაირია. ხო და მანამდე უკვე რომ მე ვატყობდი რომ ვაპირებ რომ ამ ქმარს გავშორდე, დასაზვერად ჩამოვედი ლოს-ანჯელესში, დასაზვერად. და რაღაცა ძალიან ბანცასტუმროში ვიცხოვრე, რაღაცა საში, ეხაც რომ მახსენდება, აი რა, უბედური რაღაცა ზინტლიანი. ხო და მაინც კონტაქტები მაქვს ვიღაცებთან და
რუსიკოს ნომერზე დაუკავშირდი დენიროს ასისტენტს და რუსიკოს ნომერზე დარეკეს რომ დენირო ჩამოსული არისო და დილითო მოვიდესო იაო სანახავათო ბელეარის სასტუმროშიო. აგეთ სასტუმროა. რა თქმა უნდა წავედი. შევხვდი დენიროს, მეთქე ხო გახსოვართ აი მოსკოვში. კიო, კაცო, როგორ არა 87 წელს, როგორ არა, კაცო. ვისაუზმეთ, ვილაპარაკეთ, რასაპირებ, მეთქე ეს რაღაცა მსახიობო, არასოდეს მსახიობს არ უნდა სთხოვოს დახმარება. მაშინ უკვე რეჟისორობდა. კიო, კაცო, ისო რაღაცა, გავცვალეთ ნომრები აქეთური, იქითური, რა თქმა უნდა, ტაქსით ავედი ბელეარში, იმიტომ რომ ისეთ ლოს-ანჯელესში მანქანა გჭირდება. ეს იყო მანამდე. ხო და აი ამ კონტაქტმა მომცა იმისი სტიმული, რომ მეთქე წავა ლოს-ანჯელესში, ხო? დავიწყე რაღაცა სამსახიობო გაკვეთილების აღება, ერთი ძალიან კაი პედაგოგი გავიცანი, ისეთი კაი კაცი. ფული უნდა და. ხო, ერთი კაი კაცი იყო ჯეფ კორი, ეგეთი მსახიობი იყო, ღმერთმა აცხონოს მისი სული. ცოტა შორს ცხოვრობდა ოღონდაც მალიბუში. ხო და მე შორს ვიყავი და იქიდან იქამდე 1 საათი უნდა და 45 წუთი უნდა და კანიონითო გადავიდოდი და მაგარი გაკვეთილები ქონდა ამ თავის სახლში და ძვირი იყო, $1200 დებოდა თვეში. მე შენო ფულს არ რაღაცა პატარა მონოლოგი რაღაცა, არა შენო ფულს არ გადაგახდევინებო, შენო მოდი იარე, როცა გინდა, როგორც გინდა, დაჟე ცოტა ადრეც მოდიო, რომ ფორტეპიანოზე დაუკრავ და აი ესეთი სიკეთეები ძალიან ხშირად ხდება ამერიკაში და არაერთი ისტორია გვსმენია, მაშინ იყო ესე. იცი, ვერ მივიღე ეს სიკეთე. არც იმ ფორტეპიანოზე არ მივდიოდი და გაკვეთილები 1-2 ავიღე და დავანებე თავი. დაგეზა რა? ხო. იქნებ ხედავდე რომ არ გამოგდის. არა. კარგად გამოდიოდა. მე მგონი რომ აი თბილისი კინოტრებოდა და არა, დეპრესია მქონდა. ანუ წარმოიდგინე პირველივე დღიდან მაგ დეპრესია. ესე იგი საშნელი და იქ რაღაცა დენირომ თავისი მეგობარი გამაცნო, ბარი. დღესაც მეგობრობთ მე და ბარი. ხო და ბარი და ბარი მხარ რაღაცა მიუზიკ ვიდეოში გადამიღო, ხან იმაში გადამიღო, ხან იქ მიმიწვია, რაღაცა ფილმიც გადაიღო დენიროსთან ერთად, მის სტრესში უკვე გადაღებული იყო და ჩემი თვალები გამოიყენა იმისთვის, რა ქვია, პოსტერისთვის. მიხვდი, ანუ მე და ბარი ძმაკაცობ და დენიროზე მეტად ძმაკაცობ. რაღაც პატარ-პატარა ფულებს რეკლამაში და უცებ გამიმართლა, ერთ დიდ რეკლამაში გადამიღეს. ეხლა სად არის ეს რეკლამა, არ ვიცი. ამერიკის ბანკის რეკლამა. მაშინ უნდა ყოფილიყავი SAG-ის წევრი, Screen Actors Guild-ის წევრი, რაღაც უცებ გავწევრიანდი, იმიტომ რეჟისორი გაგიჟდა ისე მოვეწონე. აი ერთი ეპიზოდი მაქვს, ესე ბანკომატთან მიდის გოგონა და იხედება და მოტოციკლი აი იმ ერთი რამის გამო გამოწევრიანეს. მექსიკური წარმოშობის გოგოა, გესმის? ესეთი შესახე და მე. It's a big place, America. But we've all gotten pretty good at getting around. და წამოვიდა ფულები. ჩეკები. ჩეკები წამოვიდა, როგორც აი, ის იყო national commercials ეძახიან. ხლიანა და იქ გავიდა, მოდის, იქ გავიდა, შეიძლება ეხაც მოდის, არ ვიცი. ძველი რეკლამაა და აი ამან გამაზარმაცა, რომ არ დავიწყე ისევ იოგურტების მაღაზიაში, ერთი დღე ვიმუშავე იოგურტების მაღაზიაში Beverly Hills-ში. ხო და ზედი კაი ხალხი იყო დედაშვილი და დაგაზარმაცა, მაგრამ მსახიობობაზე აღარ ფიქრობდი. არა, როგორ არ ფიქრობდი. ანუ სერიოზულ მსახიობობაზე მაინც აგრძელებდი ფიქრს. ვაგრძელებდი, მაგრამ ნახე რა მოხდა. როდესაც უკვე ჩემ პედაგოგს გავიცანი ჟდანოვი, ბარი მეუნება, ბარი. აქ ცხოვრობსო, ძალიან მაგარიო ადამიანიო, მიხაილ ჩეხოვის თანამოაზრე, მთელი ისტორია, შენ მოგიყვე, იმიტომ შენ გაიგებ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მაქვს სურვილი, წიგნშიც მაქვს აღწერილი, რომ ჩეხოვის მეთოდი ვისწავლო ინსტიტუტიდან, იმიტომ რომ მიხაილ თუმანიშვილმა რომ მოიტანა ეს. მამაზე არის, ხო გადაცემა თქვა ჩემ. მამაზე მივალთ. თქვენ უკაცრავა. არა. აი მე აღარ შემილია ერა მომწყდა ნისკარტი. ეხლა დაიღალე. ზა, ნახე. Raise your right arm and start to radiate light towards George, the bright yellow light.
Slowly. დარწმუნებული იყო, რომ წარმატებული კარიერა ჰოლივუდში სამსახიობო ოსტატობის დახვეწას მოითხოვს. ამიტომაც დაიწყო მიხეილ ჩეხოვის სამსახიობო ტექნიკის შესწავლა. მუშაობა არ ეზარებოდა, არც აზარტი აკლდა. სამებით ეთერშია ჩემი მშვენიერი ლედი. უკვე 2 კვირა გავიდა მას, მერე როცა საქართველოში დაბრუნდება, თავის სატელევიზიო გადაცემას დაარქმევს ჩემი მშვენიერი ლედი. ხომ გახსოვთ, რამდენი იმუშავა საკუთარ თავზე ელიზა დულიტლმა, სანამ ყვავილების გამყიდველი გოგონა ნამდვილი ლედი გახდებოდა. მაგრამ იამ ისიც იცოდა, რომ სამწუხაროდ შრომის მოყვარეობა და ნიჭი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ახალგაზრდა ქალი ჰოლივუდში წარმატებული და პოპულარული გახდეს. აი ძალიან გავრცელებული ამ დროს, რომ იმისათვის რომ კარიერა შეიქმნა, რაღაცები უნდა დათმო. რაღაც ისეთი უნდა გააკეთო, რაც შეიძლება არ მოგწონს. ხო. ვიღაც დიდარი კაცი საყვარლად გაიჩინა. ეს ხო ის პერიოდი არის, აი უკვე მერე დაიწყო მითუ გაანალიზება რა ხდებოდა ჰოლივუდში. ხო. ეს გიფიქრია ამაზე მაშინ რომ არა, მიფიქრია კი არის. მოდი ვინმე დიდარ პროდიუსერს დავინაშებ. გავითამაშებ იცი რა, არა, კარიერას ავიწყო. ესეც არ ყრიან პროდიუსერები რო ესე ჰაერში. ის ვაინსტაინს რო ეხა ჰარვის რო ეხა დედას იმ ახტებოდნენ ქალები, აი ყველა წერტილი და რას ლაპარაკ, ოღონდაც რაღაცა პატარა ფეხი შედგათ ჰოლივუდში, რას მელაპარაკებენ. ანუ შენ თვლი რო ახტებოდნენ და არა მე თვითონ ვიცი რამოდენიმე ჩემი სტუდენტისგან ვიცი, ვინც ჩეხოვის საბჭოში. ხეიქ როგორ არის, იცი? ეს სტუდენტები დადიან, ამასაც სწავლობენ, იმასაც სწავლობენ, მაიზნერის ტექნიკა, ჩეხოვის ტექნიკა, სტელა ადლერის ტექნიკა, იმის ტექნიკა, ამის ტექნიკა და სიზმრის ტექნიკაც კი არსებობს, მე გავიარე ეგ სიზმრით. როლის გაკეთების ტექნიკა, ესე გაუკეთებია ფრენსისი ჯესიკა ლარის, მაგრამ ამ გოგოებისგან ვიცოდი მე რომ აი რაღაცა ტუსოკაა და ჩვენ ეხლა გუნდა წავიდე და ჰარვის ტუსოკაა და ჰარვის ეხლა დავაბავთ და შევაბავ და მივაბავ და მოვაბავ. ამ ჰარვის არ უნდა და ამდენი ქალები, კაცო, დაიღალა ამდენი შემოტევებისგან. მე თვითონ კიდე დენიროს ამბავში დენიროს ხომ მხოლოდ ზანგის ქალები მოწონს და ბარი რო ჩვენთან ბარი ჩაეწერა ჩვენს კლასებზე. აინტერესებდა ჩეხოვის მეთოდი. ზანგის ქალები რომ მოწონს არ ვიცოდი. ხო, არ გამიგია. კარგი, ეს მნიშვნელობა არ აქვს. დენიროს მარტო შეუძლია კონდეს სექსი ზანგალთან. თეთრთან არ შეუძლია. ცნობილი ამბავია. დენიროსთან რო ასე ვთქვათ დანაშებული ყავი და არა მეთქი ვერ გაიგეთ, ორე ვინ იყო და უარს. ზანგის ქალები მოწონს ხოლოდ და ხოლოდ. კაი, დენიროს თავიდან შავგრემანი, უნდა იყოს შავი. ხო და არა არა. ხა თავისებური არა ეს ბიჭი, ეს ძალიან თავისებური კაცია და ბარი ხომე როგორც კი ჩვენ გაგვიჩნდებოდა 1-2 შავგრემანი გოგო სტუდიაში, ეგრევე დენიროსთან რეკავდა და ეგრევე იბმეოდა კონტაქტი და ამ გოგოებმაც ბევრი რამე მომიყვეს. ხო და ამ გოგოებმა რომ მოგიყვეს, მე რო დაიწყო ეს მოძრაობა მითუსი. და როდესაც დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ აი ძალადობდნენ ეს კაცები და ასე შემდეგ და ხალხი ციხეში ჩასვეს, გაასამართლეს და ასე შემდეგ, შენ როგორ უყურებ ამ მოძრაობას? მე ძალიან კარგია, უნდა გასამართლენ მოძალადე. უნდა გასამართლეს, იმიტომ რომ ის საწყალი გოგო, ახალი მიდვესტიდან ჩამოსული გოგო, ლამაზი, კოხტა, ისა ყველამ გაიარა casting couch-ში. თუ არ ახარ, ეხა მაგალითად გვენეთ პარტლო და ვიღაცის შვილი, შენ რო სტორიდან დაწყებული, ყველამ გაიარა. და რატო უნდა იყოს ესე, რატო შენი ნიჭი არ უნდა დაფასდეს, მაგრამ იმდენად დიდია კონკურენცია, რომ ისაც ნიჭიერი, ესეც ნიჭიერი. ანუ სისტემა არის ეგეთი. იმიტომ არის ეს კაცები თავს იმით იმართლებდნენ, რომ ჩვენ ვერაშუაში ვარ იქით ძალადობ და ჩემზე, ხო, იქით მომთხოვდა. მე თვითონ ვარ მაგის მომწეროს გოგოები აი მიდიოდნენ ჩემი 1-2 სტუდენტები ჰარვის ტუსოკაზე, რომ ჩვენ იქ უნდა შევძლებთ. მაგრამ მაინც კაცებს თვლი მოძალადეთ, როგორც მე ხვდები. ესენი კი მიდიოდნენ კაცი მოძალადეა. მართლა მაინტერესებს როგორ კაცი ბუნებით მოძალადეა, იმიტომ რომ კაცი მაინც არის დამპყრობელი და არის მხეცი და უნდა იყოს კაცი ჯენტლმენი და არ უნდა ქნას, რასაც ის აკეთებს, რომ აი ეს დაინახოს, რომ ეს მსხვერპლი მოვიდა და მე ხა ამას გამოვიყენებ. რა შვებოდა?
ისე ქსავებდნენ, ორგიაში გამოიყენებდნენ, მაგრამ გადააგდებდნენ. ხო? რატო და ძალიან კარგია რომ ეხა ხარ ვიცი ეხა ძალიან მაგრა დაშიან ძალიან მიხარ. ესე იგი ამ ქალების შეგვიძლია ვთქვათ რომ ეხა ძალიან ბევრი ნიჭიერი ქალი არის ჰოლივუდში ხო? დიდი მსახიობი გახდა ვარ. ყველა ან უმრავლესობა ძალიან სერიოზული კომპრომისის ხარჯზე ხდება ვარსკვლავი. უმრავლესობა ეს მე ვიცი ჩვენი სტუდენტები 5 წელი სტუდენტები ყვავდნენ ხო? უფრო მეტი ხდება ბიჭებთან. ბიჭებთან მიმართებაში საერთოდ, იმიტომ რომ იქ აგენტებიც, კასტინგის დირექტორებიც, იქ მენეჯერებიც ძირითადად შეგვიძლია თქვათ რომ ეს მოგბეზდა ბოლოს და მაგიტომაც კი არ ყვები რატო წამოხვედი, მაგრამ ეგეც ერთ-ერთი მიზეზი იყო. ან თქვათ მიზეზი ის რომ ეხლაც არ მიდიხარ იქ. ხო ამბობ რომ შემილია ნებისმიერ დროს წავიდე. ხალხ გარბის ხო? მე ჩამოვედი მაშინ, როცა ხალხი გარბოდა 98 წელს ჩამოვედი საქართველოს ხო და არ ვიცი, მე ხა ძალიან გრძელი ისტორია არის, მართლა დილამდე თუ გინდა რომ ვიждდეთ, მოგიყვება. არა, გავიგე, გასაგებია, მაგრამ ეხლა, აი დღეს გოგი გვახარია, ეხლა აღმოაჩენს იაფარულავას ვატყობ და უნდა მივცე ამის საშუალება, მას ვიწყებ. მოიცადე ეს დავლეწებ. ფულის გადახდის არა. ფულის გადახდისთვის. მე იმდენი ზაგაჟნიკები. არა, მე იმდენი ზაგაჟნიკები მაქვს, გოგი, იმდენი ზაგაჟნიკები მაქვს, რომ ეს ამა ნოეს თუ ტრაკია გადაიხადეს, და ნოეს აქ ტრაკი დღეს ვის აქვს ტელევიზიაში, არ ვის ტრაკი არა. მაგრამ იმედი მიტყდება, მაგრამ მე მაგა დედაცვატენ ფული გადაიხადა. ეს ცოტა აქ უნდა ვთქვა, და ეხა შენ რადგანაც ვერ ჩამოუждდებოდი ყველა ჩემი ინტერვიუს და ვერ ჩამოუждდებოდი ყველა ჩემი ინტერვიუს და იმას რა ქვია, უნდა მოგიყვებ მოკლე abridged version of myself, okay. მე დამეწყო, ხო, მოკლედ დამეწყო გაუცხოება ამერიკის მიმართ. ეს გამოიხატებოდა ფსიქოსომატიკაში, რასაც ვჭამდი ვაღებინებდი. ოღონდ არ ვიყავი ბულიმია, არ მქონდა ბულიმია. ამ დროს უკვე მყავს ძალიან მდიდარი საქმრო. მივახწია იმას, რომ ყავს დიდარი საქმრო. ვცხოვრობ ფუფუნებაში, აი ბიზნეს მოსახლე აქ ეგეთ სახში ვცხოვრობ. ჭკუაზე არა ვარ. შოპინგი მაქვს, ისა მაქვს, ესა მაქვს, დავივიწყე ეკთინგი მაგის დედაცვატირე, მაგრამ ეს ბულემია მაინც მაქვს. ცუდათავარ. ესე იგი, ხან იქ წავედი, ხან ამ ექიმთან მივედი, ხან ექიმბაშთან, ხან იმას და ხან სომეხ მკითხავებთან, რა ვიცი, მოკლედ ყველგან მიარე და ბოლოს მივედი ერთი ძალიან მაგარი ქალი იყო, რეიკით კურნალობდა. ზენ ბუდისტებთანაც ავედი, იქაც ჩავედი, ყველგან დავდივარ, მოკლედ მოგზაურობ ამ უყრან ტყეში ჭკუაზე არა ვარ და ბოლოს ერთმა ქალმა მითხრა რომ რაღაცა ცოტა რეიკი იყო და ცოტა ჰიპნოზე და მე აღმოვთქვი რომ სახლში მინდა მეთქი, ანუ სახლი იგულისხმებოდა საქართველოში მინდა დაბრუნება. არ მინდა არც ეს ფუფუნება, არც ეს ფული, არც ეს შოპინგი ყოველდღე. ვინგენატრებოდა ყველასა. საქართველო. ჩემი მიწა, ფესვები, როგორც იმ ფილმშია. აი, ხო ხედავ რა საშინელება, აი რაღაცა. არა, მე ესმის ძალიან კარგად, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ. რომ ჩემი მიწაზე ვარ. რაც ხდება არ მოგწონს ვიცი. ამ აიუნიდან გითხარი ხო რომ მოვედით ხა აქციები ჩანსავდა. ძალიანაც მომწონს რაც ხდება. იმიტომ რომ ეს მალე დამთავრდება. ჩემი კუდით, ჩემი დაკვირვებით, გროკსამის დახმარებით და ანალიტიკური უნარით ვამბობ, რომ აუცილებლად დამთავრდება ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვებით და ჩვენი ბიძინა კიდევ ვიღაცები რომ ხიხო, დებილი ისა არის ელონ მასკზე არანაკლები ჭკვიანი და შენ გიყვარ? არა, რა მიყვარს? რა მიყვარს, იშტო? მაგრამ მაგაც პლან A, B, C, D, E და Q. ხო არის პლან Q-სთვისაც მზად არის რომ ტრამპთან მივიდეს შეხვედრა. ანუ ყველაფერი აქვს გაანგარიშებული. ან ყ იქნება, ან ყ იქნება, ან ჭ იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება. იმიტომ რომ აუცილებლად ეს კაცი გავა პოლიტიკიდან.
რუსეთის შიშის აი ეხლა მე ესე დავალაგე სიტუაცია ამისი მე მჯერა და აი შენ ნახავ გავა რამოდენიმე ხანი და აი ამას ამოჭრიან როგორც ამოჭრეს მძიმე კაცთა ხო იცი ისა თაობა უნდა შეიცვალოს აი ესე დაждდება ეს ჩემი ნათქვამი და ესეც იქნება აი ისმენე და აბა ამის უკითხავ ხო გაქვს შენ სხვადასხვა წრეებთან გაქვს ურთიერთობა ბევრ წრეებთან ხო საერთოდ ამას როგორ უყურებ რომ აი ტიპებს ხო აბულინგებენ ხა იმედი რო ახსენე იმიტომ გამო ხო აურე მანდრა გინდა რატო მუშაობ რაღაცა ხო არ მივესალმო ეს ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა არის ხო შენ არ იზიარებ ამას და ამ ხალხში ტრიალებ არ ტრიალებ მე ყველა კოცი დაბლოკეთ კი ვიყავდა სამეგობროში როდის მოხდა ეგ ამბავი? აი ამ ამბებზე, როგორც კი კონსტიტუცია გადაგვახიეს თავზე და როგორც კი უკვე იქ რაღაცა, არა იცი ბიძინა გენიოსია და ბიძინა ესე თვლის და რაღაცა. შეიძლება გენიოსი არის თავის ამბავში და ტრამპისთვისაც პლანია აქვს, მაგრამ შეჩემა ხალხს რო იჭერენ, მაშინ ჯარიმები ჯერ არ იყო, ხალხს რო იჭერენ, ესე რო შვებიან, რა ტონით გველაპარაკებიან, რატო ამაზე ხმას არ იღებ? შენ რო ჩემი მეგობარი ხარ და მე რო პირველ რიგზე შევარდი ვაფშე რა პირდიქ შევარდნეს რატო არ დამირეკე და არ მითხარ რომ რა მაგარი ხარ რა დუმ ხარ შეჩემა ვინა ხარ ვაფშე და ნუ ერთმა ორმა ქოცმა ჭკვიანმა ქოცმა მოტვინა და თქვა რომ არ მინდა შენთან კონფლიქტში შესვლა და გამეთიშა ერთი ჯერ კიდევ ხაკუნობდა და ისეც გავთიშე რა და მე რო ჩემ ზურგს უკან დამცინია რომ თურმე მე იმედზე ვიხვეწები რომ მომეცით გადაცემა მეზიზღება იმედზე გადაცემაშიც არ წავალ სტუმრად იქ შესვლა მეზიზღება რაღაცა საშინელი აურა ხო და ესენი ყველანი და იმიტომ დავბლოკე რომ მაგათი ნერვი არა მაქვს მაგათი ნერვი ქოცების ნერვი არ მაქვს ქოცებს კიდე ბიძინა მირჩევნია მიხვდი რასო მაგრამ მაგათი ნერვი არა გაქვს მაგრამ როგორც დავიწყეთ საუბარი სამაგეროდ ბევრი ბავშვი გახდა შენი ასე ვთქვათ ოჯახის მოგემატა ეს ხალხი. ვაიმე ძალიან და რაში მემატებიან კაცო რა გავაკეთე ამისთან არ ვიცი. მადლობა თქვენ ამისთვის და მე ვარ სიაში რომ შევიდე და ვიყო სტუმარი. მაგრამ მე ვიდა მოგცეთ ნებისმიერ თქვენთაგან შანსი შესვაგიროთ შეხვიდე სტუდიაში. ქართულ შოუ-ბიზნესს ხშირად აკრიტიკებდნენ უპრინციპობის და მოქალაქეობრივი პოზიციის არქონის გამო. ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთ წრეში ტრიალებს. ამიტომ აქ იშვიათად ბედავდა არტისტი ეთქვა ის, რაც უმრავლესობას არ მოეწონებოდა. მაგრამ დრო შეიცვალა. პროტესტის ამ 100 დღემ არტისტები ქუჩაში გაიყვანა. ვიდეო, რა მოხდა? ამ ხალხმა შეძლო და კონფორმისტებს გაემიჯნა. იმათაც კი ვისთანაც უწინ მეგობრობდა და დროს ატარებდა. აი ეს აქციები ხო იყო გვირთამოდა. აქ უყურებდით კი. ხო. აქედან ჩანდა, ხედავდი? აქედან ჩანდა კი რამოდენიმე აქცია, სადაც არ ყველა აქციაზე კი არ დავდივარ, სად შემიძლია სულ. ხო, აი რო დადიხარ, ხო, რამდენიმე ვნახე პოლიციელებთან ერთად რო ფოტოს იღებ და ან დამეგობრდი ამ პოლიციელებთან. არა, არ დამეგობრდი, უბრალოდ ამათთან ერთად ვიღებდი და იქ ვიღაცამ ესე ვითომ დამემუქრასავი და მე კიდევ ხო ჯაჭვში ვიყავი და არ მოეწონა ეს და გაუშიო ხელიო, მაგრამ რაღაც ვერ მიბედავენ ვერაფერს რომ მითხრან რომ აი გაჩვენ. იქ რაღაცა ჩანს რომ გაეცინა ერთს, იგი რიცხო ჩვენი ეს აქციებიც ხო მაგათვის არის არა რომ განთავისუფლდნენ არა რომ არ იყვნენ დამოკიდებულები ამ სისტემაზე ხო და აი საერთოდ არ გეშინია ხო მაგათთან ურთიერთობა მე მგონი მოგწონს კიდეც ცოტა დიალოგში რო შედიხარ პოლიციელების მიმართ ბავშვობიდან მაქვს ორმაგი დამოკიდებულება შიშიც და ახტაცებაც არა ზოგი არის ეგ მეთოდი არსებობს რომ მიხვიდე და ელაპარაკო არა მე რომ ნამუსე ხო გახსოვს ტელევიზიაში ბიჭი პოლიციელები დგენ და ზურგი შემაქციეს მე ყველას უყარო არა აბსოლუტურად პატრული არ მაჯარიმებდა როცა მანქანა მყავდა პოლიციელებს რომ დავინახავენ ზურგს მაქცევენ და ეხა ის გადაცმული ვიღა და ტიტუშკები ვინ არიან ჯანდაბა იმათთან არც მივალ ყველას უყარო მაგრამ ორი თავი კი არა მაგ საცემ არის ისეთი რომ გაგინებენ მე სულ მაგინები კაცო
მაგინებენ კაცო. არა, ისინი მაგინებენ ძირითადად ტროლები, მაგრამ მე ხო იცი რომ რეაქცია მაგათ. არც გინებაზე, არც ქებაზე. კიდია ორივე. ეს გამოვიმუშავე. აი, ადრე ყველაფერს განვიცდიდი, ეს გამოვიმუშავე. არ შენი ქება მინდა, არ შენი ძაგება. აღარ კითხულობ მაგებს. არც პასუხს წემ, არც არ გაინტერესებს. პასუხს იმ შემთხვევაში თუ მე კედელზე დავდე რამე პოსტი, მე ბიძულებული ვარ უპასუხო, მაგრამ თუ კედელზე დადე და ხო, მაგრამ მე ბლოკავ და აღარ პასუხობ. მიხდი? ყავს აბლოკები. აუ, ეს 5000 კაცი. I would like to emphasize that when I am gone, there is a person, her name is Ia Parulava, to whom I entrust to continue the work that I'm doing now and that I've been doing for many years. Ia Parulava knows thoroughly the way I work. She knows thoroughly all the principles of the method that Michael Chekhov and I elaborated together during our work. Thank you again, and God bless you. Thank you. It is a wonderful evening that I will never forget. Thank you. სატელევიზიო შოუებში საკუთარ თავზე იმდენი ვილაპარაკე უკვე სხაპასხუპით შემიძლია გავიმეორო. მიხვდა რომ იმ გადაცემებს არ უყურებდი და იმასაც მიხვდა რომ მისი წარსული მართლა მაინტერესებდა. ბოლოს კიდევ ერთხელ გაახსენდა რომ მამაზე მოქანდაკე ოთარ ფარულავაზე უნდა ესაუბრა. შემომთავაზა უნივერსიტეტის ბაღისკენ გავისეირნოთ, მამაჩემის ორ ქანდაკებას განახებო. გავუყევით ჭავჭავაძეს, ციოდა. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მამაზე საუბრისას ია ისეთი მხიარული აღარ იყო როგორც სახლში. შეიძლება როლი შეიცვალა. თვითონაც ხომ ითხრა სულ როლში ვარ. ეს ბავშვები კი მწერენ და მწერენ, მიმტკიცებენ, შენში გულწრფელობა გვიყვარსო. ძალიან მიყვარხარ, დიდი მადლობა. ახლა გეყოფათ მოლოცობის ჩაწერა. თორე უკვე ტვინი I'm sorry guys. პლასტიკურ ქირურგიაზე არ გამიკეთებია ჯერ არაფერი. არა? არა. და როგორ უყურებ საერთოდ? გადასარევად. ანუ ჩვეულებრივ ამბავი არის შენთვის ეგ? ვაი, რასებობ, აუცილებლად, მაგრამ ჯერ არ მჭირდება. ხო, სკორსეზე რო წერს, რომ ჰოლივუდში ხალი აღარ არის, რომელიც ბუნებრივად გაიღიმებს. ვიცი, ხო. ამის გამო. ვიცი. როგორ არ არის შირლი მაკლეინი თქო. ანუ ჩვეულებრივად უყურებ ამას და კი რომ ძალიან კაია. ძალიან კაია გენოცვალე, რატომაც თუ არის საშუალება, რატო უნდა დავბერდი ადრეულად. ეხლა რო ემსგავსებიან ერთმანეთს? არ დამემსგავსები, კაცო, ცოტა აი ამას მოვიჭრი, ცოტა მე ყოველ ლაპარაკობ, რომ ტუჩი უნდა დავიბერო და ცხვირი უნდა გავიკეთო მეთქი. ხო, ამასაც ხო აკეთებენ ტუჩი ბერა. კი, არ გვინდა, ეგენი არ გვინდა. ეგენი არ გვინდა. ია, არ კითხე რო ჩამოხვედი, მამა ცოცხალი იყო. კი, მამა ცოცხალი იყო. მამა 2003-ში გარდაიცვალა. როგორ უყურებდა? ხო. შენს ამ როგორ გითხრა, ამ ავანტიურისტულ, ხო? დავიცი, ეგ სიტყვა ალბათ ყველაზე კარგია, ბნებებს. რომავნებებს. ნუ აი გაქცევას, ამერიკაში წასვლას. იცი, მინდა გითხრა, რომ მე მამა ჩემი არაფერში არასოდეს არ მსგუდავდა. აი ესეთი ძალიან თავისუფალი ადამიანი იყო, თავისუფალი მოაზროვნე. ჩვენ ესეთი ტრადიციული ოჯახი არასოდეს არ ქონია. მიუხედავად იმისა, რომ 75 წელს დაარსა მან და მისმა ორმა მეგობარმა ჩოყოსანთა საზოგადოება და ტრადიციებს აწვებოდნენ. არ იყო ესეთი ტრადიციული კაცი. სულ მეუბნებოდა, რომ შენ უნდა გახდე მსახიობი. მეუბნები, არა, მე მინდა ის რაღაცა კონსერვატორიაში ჩემი და უკვე სწავლობდა. მამაჩემის პირველი მეუღლე იყო მედი ამირანიშვილი და დამყავს მარინა. და როდესაც გაშორდნენ, მე გაისწრო დედაჩემი. მაგამ შენ მეგობრობდი მედიასთანაც და მეც მედიკო იყო ჩემი მეორე დედა და მეძალეთ მედიკო დედიკოს მე და ჩემი ძმა და დედაჩემიც მეგობრობდა. აბა
ვიცინე და მამას რომ დაუბრუნდეთ, უნდოდა რომ მსახიობი გამختارიყო. რა უცნაური არის. იმიტომ რომ მე რო ფილმში გადამიღეს. ხო, მაგის მერე მეუბნებოდა გოგო გამისა ლამაზი რაღაცა ნიჭიერი. რაღაცა ნიჭი მქონდა სამსახიობო თურმე. ხო და სამსახიობოზე და ჩააბარო მეუბნებოდი არა არ მინდა და იცი მახსოვს ესეთი ბოლოზარი რო ქონდა მაშინ ხო ყოველ მაშინაც და ეხლაც ეს ტრადიცია ეხაცა გვაქვს თეთრ წინსაფარზე ხო ვახატინებდით რაღაცებს და მამაჩემმა დამიხატა ორი ნიღაბი ერთი ცინის ერთი ტირის ანუ თეატრალური ნიღაბი და დააწერა ლამაზად ვიდი ვიცი მოვედი ვნახე გავიმარჯვე და ეს უნდა იყოსო შენი ცხოვრების მოტო სადაც არ წახვალ რაც არ მოგინდეს იმას შენ აუცილებლად აიღებ შენ გაიმარჯვებ და ეს რაღაცნაირად მამის შთაგონებული ეს სიტყვები ჩაჯდა არაცნობიერში და რაღაცა დღემდე მუშაობს თითქოს ერთი ჰოლივუდთან მიმართებაში არ გამოვიდა მაგრამ აი იქ რო იყავი ახლა შენ თქვი რომ მობილური არ იყო ინტერნეტი არ იყო რომ ურთიერთობდით კი რა თქმა უნდა სულ ურეკავდი ნუ ძვირი იყო დარეკვა მაგრამ მე მაინც ურეკავდი ისინი იშვიათად მირეკავდნენ ხო და პირველად ჩამოვედი 97 წელს საქართველოში და მახსოვს მამამ წამიყვანა კახეთში ჩოხოსნების შეკრებაზე სადაც მიხეილ სააკაშვილი ვნახე ხელახლა სკოლის მერე სკოლის მერე და მითხრა მამაჩემო ესო ძალიან მაგარი პოლიტიკოსი არისო და შეიძლება საქართველოს მომავალი პრეზიდენტიც გახდესო აბა და ნახე თუ გაიცანი გავიცანი კაცო თავი იქ დაელაპარაკე ხო კაცო ვიცანი ერთმანეთი ია მიშკა რამე რუმე მიშკა მიშიკო ანუ მამა 2003 წელს გარდაიცვალა 2003 წლამდე გულშემატკივარი იყო მიშას გულშემატკივარი იყო და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო ასევე დავყავდი სტადიონზე და მამა მე დამარქვა ჩემი ნამდვილი სახელი არის როდამი აბა რატო დამარქვი როდამი სულ ვეჩხუბებოდი იმიტომ რომ ბავშვობაში ძალიან და რატო დამარქვიო იმიტომ რომ როდამი ერქვა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალსო საქართველოშიო როდამ ამირიჯიბი ხო გახსოვს ხო როგორ არის იტალიელი მეუღლე ყავდა ხო ეს არის ჯვარცდები ნათი ამირიჯიბის და ხო და ჩემი შვილიც მინდა რომ ლამაზი იყოსო ხო აი ახლა ჩვენ მივდივართ უნივერსიტეტის ეზოში სადაც მამაშენის ეგლები არის და უცნაურია რომ არ ქონდა სურვილი რომ შენ გაგეგრძელებინა არანაირად არ ხატავდი მე არ ხატავდი ჩემი ძმა ხატავდა იმიტომ რომ დაგშვავდა ორივეს რაღაცის დასახატად ის წინვალეთ ხატავდა და მე ძალიან სუსტი ვიყავი რა გარდა ამისა მამაჩემმა დამიტოვა ორი ნაჭრის ხატი ეს არის ბარძიმ ფეშხუმზე გადასაფარებელი კედელზე რო გეკიდა ხო და მაგ ერთ-ერთ ხატში ნახსენებია სახელი როდამი არის ამოქარგული როდამ ფაღავას მიერ ვინც იყო საქართველოს ბოლო მეფის ძიძა და როდამი ესე დამერქვა მაგრამ ბავშვობაში ისე მწვენოდა ვაიმე როდამს არ გეძახდა? არა, ერთი-ოჯერ როდამი ძახა და მე არა მე ბავშვობიდან მქონდა სერიოზული კომპლექსი ამისი, რომ როდამი არა ისა და ბავშვები დამცირე როდამი, ნოდარი, რომანი, რაღაცა დამცირე იცი, აი პიროვნული გამთლიანება გონი ვერასოდეს ვერ დავამყარე ამ სახელების გამო. ორი სახელი მაქვს, ია and როდამი. პასპორტში როდამი გაქვს. არა, გადავაკეთებული. გადააკეთე. ვაიმე, დაბადების მოწმობები ვაკეთე და პასპორტები ვაკეთე, ტიშტო. აი ხა ჩვენ მოვედით უნივერსიტეტის ბაღში. მამაჩემის ორი ქანდაკება დგას აქ. ერთი ქანდაკები ძალიან ამაყობდა, მახსოვს, შალვა ნუცუბიძის ქანდაკება არის, ცნობილი მეცნიერის. თავად შალვა ნუცუბიძის დროს აქვს გამოქანდაკებული, ანუ ის ცოცხლად პოზირებდა და მე შენახული ქონდა და ძალიან ისეთი ქანდაკება გაჭედილია. აი ესე გაჭედილი, რატო გააკეთე ესე მეთქი რომ მკითხე.
იმიტომ რომ თვითონაც გაჭედილი იყო ეს ადამიანი, სისტემის მიერო რა. და კიდევ არის ერთი ახვლედიანი, რომელია არ ვიცი. აქ ორია უნივერსიტეტის ბაღში, მაგრამ თუ ძალიან გვინდა, შეგვიძლია დიდუბის პანთეონში გადავინაცვლოთ, იქა ძალიან ბევრია. ძირითადად პორტრეტში მუშაობდა. მამა ჩემი პორტრეტისტი იყო კი. ოღონდ არა მონუმენტური ქანდაკება. არა, პორტრეტისტი. ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო პორტრეტისტად და სხვათა შორის მისი ქანდაკება დგას გალში, ილია ვეკუასი. ვიცი, თვითონ ქანდაკებაზე მუშაობის პროცესს უყურებდით რა ხოლმე? თქმა უნდა, ბავშვობაში კი. ეს გიორგი თავდა ესკიზებს აკეთებდა. ნო, აბა, გიორგი ახვლედიანი ძალიან მაგარი პორტრეტია ესა. ხასიათს ძალიან მაგრად იჭერდა. და იქით არის მგონი ნუცუბი. იქით არის ნუცუბი და წავიდეთ. არ ქონდა სურვილი ამერიკაში წამოსვლის. შენ რო იყავი იქ თუ ჩამოვიდა სტუმრად. სტუმრად იყო? კი, კაცო, პორტრეტები გააკეთა ხალხი და გამოაქანდა კაიქ. აი, ნუცუბი. შალვა ნუცუბიძე გაჭედილია. ეს გრაფიკაც მაგის იყო. ხო. კი. აი, მაგალითად სიყვარული ვენახში. ნახა, მოესწრო? კი, კაცო. მერე? უიმე გაგიჟდა კინაღა, მაგრამ რაღა დროსი იყო. გაგიჟდა რა ხრი? იცი რა, არ ესიამოვნა დიდად. იმერად რამდენადაც ხელოვანი კაცი იყო. მთელი თავის ცხოვრება შიშველ მოდელებთან ჰქონდა საქმე, ასე ვთქვათ. პრობლემა არ ქონია. ანუ იცოდა წინასწარ რა უნდა გეთამაშა. არ მეკითხებოდით, მე თავისუფლება მქონდა აბსოლუტურად მამა ჩემისგან და არც მეკითხე, არც უნახია მე მგონი ფილმი, მაგრამ ეხა ესე დაიგო რეაქცია. ესე ვამბობ, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ თავის მეგობრებთან შესწყო. ჩოხოსნებთან. ხო. ია, მისმინე და შეყვარებულები და შენი ქმრები, თქვათ, ანუ იცნობდა? არა, იცი რა არის. არც მაგაში არ ერეოდა სხვათა შორის, აი თავისუფლებას მაძლევდა. უბრალოდ მახსოვს ერთხელ ამერიკაში წერილი გამომიგზავნა, რომ უკეო იზდებიო დიდი ხარო, მაშინ 29 წლის ვიყავი და ერთი შვილი გააჩინეო, შენსავით ლამაზიო, დაბადე ასე მომწერა. ის წერილი აღარა მაქვს, სადღაც მაქვს შენახული და ვერ ვიპოვე. გინდათ მაგ წერილის მოძებნა? რა ვიცი. არა, მაია თუ ხარ ასათიანი გენდომებადა თუ არა და პატრონი. არა, ვარ მაია. დაბადე მაინც მომეწონა. და მე ერთი შვილი დაბადეო, შენსავით ლამაზიო, გაზარდეო, სამშობლოსო დაუტოვო. ხო, რა და მეფერიც ვერ დაუბადე, ხო ხედავ. გავქნა. იმდენი პატარა სამოგეროთ თაყვანისმცემელი ყავს, რომ მე დაუბადე ია ფარულავა გენაცვალე და დღემდე ვზრდი რა. ჩემი სიგიჟეებით. მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. ეს იყო გადაცემა შვილი, გადაცემა ჩვენს ძველ და ახალ თაობებზე. რას ფიქრობენ ჩვენი შვილები თავიანთ მშობლებზე? როგორ აფასებენ წარსულს და რას გეგმავენ მომავალში? უყურეთ რადიო თავისუფლების სხვა ვიდეოებსაც და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.